იცით ვინ არის მარიამი? უზენაესი ღმერთი მას ყურანში დიდებითა და ქებით იხსენიებს. იესოს დედაზე ნათქვამია, მისი დედა იყო ჭეშმარიტი. ღმერთმა ანგელოზებს უბრძანა და მათ თქვეს: ო მარიამ, დაემორჩილე შენ სუფალს. ჭეშმარიტად ღმერთმა აგირჩია, გაგწმინდა და აგამაღლა სამყაროს ქალებზე. ო მარიამ, ემსახურე შენ სუფალს, დაემხე სეჯდაში და დაიხარე მათთან ერთად ვინც იხრის. მარიამი იყო ძალიან ლამაზი და წმინდა ქალი. მისი დაბადების ამბავს ღმერთი ყურანის ალი იმრანის სურაში იხსენიებს. თქვა იმრანის ცოლმა: ო ჩემო უფალო, რაც ჩემს მუცელშია, შენთვის თავისუფლად, სრულიად შენს სამსახურს მიძღვნილად აღვთქვი. მიიღე ჩემგან, ჭეშმარიტად შენ ხარ ყოვლის მსმენელი და ყოვლის მცოდნე. მუჰარარ ნიშნავს სრულად ღვთისმსახურებისა და ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილს. იმ დროს ისრაელის ძენიში ჩვეულება იყო, რომ შვილებს ტაძრის მსახურებისთვის სწირავდნენ. იმრანის ცოლი ორსულად იყო და ეგონა, რომ ვაჟი შეეძენებოდა, რადგან მისმა ქმარმა იმრანმა სიკვდილამდე უთხრა, რომ ღმერთი მას შთამომავლობაში მისცემდა შვილს, რომელიც ღმერთის ნებართვით დაბადებიდან ბრმას და კეთროვანს განკურნავდა და მკვდრებს გააცოცხლებდა. ეს იყო იესო. მას ეგონა, რომ მის მუცელში სწორედ ის აღთქმული ვაჟი იყო და ამიტომ უნდოდა ტაძრის მსახურებისთვის მიეძღვნა. მაგრამ როცა ბავშვი დაიბადა, თქვა: ო ჩემო უფალო, მე ის ქალი გავაჩინე. ის ვაჟს ელოდა. შემდეგ თქვა: მე მას მარიამი დავარქვი და მასაც და მის შთამომავლობასაც განდევნილი სატანისგან შენ გთხოვ მფარველობას. ღმერთი ამბობს, მისმა უფალმა იგი კეთილად მიიღო. კეთილად აღზარდა და ზაქარიას მზრუნველობას ჩააბარა. იქ მყოფმა სწავლულებმა და წინასწარმატყველებმა მის მეურეობაზე იკამათეს. ყურანში ნათქვამია: შენ მათთან არ იყავი, როცა თავიანთ კალმებს აგდებდნენ, ანუ წილისყრისას, რათა გაერკვიათ, ვინ იზრუნებდა მარიამზე. წილის შედეგად მზრუნველობა ერგო ზაქარია წინასწარმეტყველს. მან მარიამი თავის მზრუნველობაში აიყვანა. მარიამი გაიზარდა და ბავშვობიდანვე თაყვანის მცემლობით იყო დაკავებული. ღმერთი ამბობს, ყოველ ჯერზე, როცა ზაქარია მის სამლოცველოში შევიდოდა, მასთან საზრდოს პოულობდა. ეკითხებოდა: ო მარიამ, ეს საიდან გაქვს? იგი პასუხობდა: ეს ღმერთისგანაა. ჭეშმარიტად ღმერთი ვისაც ინებებს, უთვალავი საზრდოთ იამარაგებს. ღმერთი მას ასე აღწერს: მარიამი იმრანის ასული, რომელმაც დაიცვა თავისი სიწმინდე და ჩვენ შთაბერით მასში ჩვენი სულიდან. ღმერთმა ჯიბრეილი, ანუ გაბრიელი გაგზავნა და ღმერთის ბრძანებით მან მარიამში შთაბერა, რის შედეგადაც იესო ჩაისახა. ასე დაიბადა იესო მარიამის შვილი ღმერთის ნებართვით. მარიამი არის სიწმინდის, უმანცობის და ღმერთისადმი სრული მორჩილების მაგალითი. ყურანი მას ქალთა შორის ერთ-ერთ უმაღლესად პრემუსტავებს. ვიდეოს მხარდაჭერად დაალაიქეთ და გაააზიარეთ.